დავასრულე დოსტოევსკის მეორე ნაწილი, ძმები კარამაზოვების. მეორე ნაწილი შედარებით ძიმე იყო, გასააზრებლად. ბევრი კითხვა მქონდა, რა თქმა უნდა. მამა მოკლულია. ეჭვი მიიტანეს მიტიაზე. მამას და შვილს უყვარდათ ერთი ქალი, რომელიც არ იყო კარგი ზნის და ამ წიგნში მათი ხასიათი, ამ ერის ხასიათი მთლიანად არის გამოვლენილი ურთიერთპატივისცემა. მე პირველ ნაწილის ვიდეოში ვთქვი, რომ მათ არ ჰქონდათ ერთმანეთის პატივისცემა თქო და მეორე ნაწილში ყველაფერი გამოვლინდა. ესე იგი, ეს მიტია დანიშნული იყო კატერინაზე. მაგრამ, ოდესაც გრუშენკა გაიცნო, მოეწონა მამამისსაც და გადაემტერნენ, ასე ვთქვათ, ცუდი მამა იყო. შემდეგ ირკვევა, რომ სამი ძმანი არიან და ეს გრუშენკას გამო კატერინა მიატოვა. კატერინა რახან მიატოვა, ერთ-ერთ ძმას შეუყვარდა თურმე. ხო და ძალიან ჩახლართული ამბავია. მათი ხასიათი, მათი სასმლის მიმართ დამოკიდებულება და სიყვარული დეტალურად არის აღწერილი. აქვე ეჭვმიტანილი არისო არაკანონიერი შვილი, რომელიც ისე ქუჩაში მცხოვრებ ქალთან შეეძინაო სმერნიაკოვი. და ბოლოს აღიარა ამ არაკანონიერმა შვილმა ერთ-ერთ ძმასთან, რომ მე მოვკალიო, მიტიას ტყუილა დაბრალებენო, თუმცა მეორე დღეს თავი მოიკლა და სასამართლოს წინაშე ვერ წარს დგა. აუცილებლად წასაკითხი წიგნია დოსტოევსკის ყველა წიგნი. ბოლოს დამთავრდა პატარა ბიჭის სიკვდილით ეს წიგნი და ერთ-ერთი ამბავი მახსოვს, როცა თქვეს, რომ დოსტოევსკიმ ეს წიგნიო თავის გარდაცვლილ შვილს მიუძღვნაო.